სოფლიოს ახალი პოლიტიკური კალენდარი აქვს. დაახლოებით ეს არის 8-10 აგვისტო, როდესაც ტრამპის პუტინისადმი მიცემული ვადა იწურება უბრალოდ. უკვე წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინი ომის შეწყვეტას არ აპირებს. ომი რომ შეწყვიტოს, გეოპოლიტიკურმა შიზოფრენიკმა იცის, რომ მისი მმართველობაც მალე შეიძლება დამთავრდეს. სოფლიოში ახალი დღის წესრიგი ყალიბდება აქ, ჩვენთან კი ივანიშვილი ისევ ავტორიტარულ ფანტომებს ეჭიდება. ტრამპი დასავლურ კოალიციასთან ერთად პუტინი და ივანიშვილი, რომელიც შემდეგი სიუჟეტის ავტორის აზრით ომია, ივანიშვილი ომია, ომი საქართველოს წინააღმდეგ და ამ სიუჟეტის ავტორი და დროის თავარი პროდიუსერი მათე კირვალიძე ახლა სტუდიაში მათე მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ამ სეზონის ბოლოს და განმარტოთ რატო გადავწყვიტეთ საერთოდ ამ სიუჟეტის გაკეთება. ჩვენ მუდმივად ვაქცევთ ყურადღებას რა გეოპოლიტიკური ცვლილებები მიდის მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ამ მხრივ ადგილობრივი განწყობებით ძალიან მოწყვლადია ამ პროცესების მიმართ. უკრაინაში უკრაინელების სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის გადამწყვეტი დავლენა იქნება თავისუფალი სამყაროს და საერთოდ კაცობრიობის და ცივილიზაციის მომავალზე ანტიცივილიზაციასთან ცივილიზაციის დაპირისპირებაზე და ჩვენ ვართ ზუსტად ერთ-ერთი ფრონტის ხაზი ამ შემთხვევაში სადაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს ამ შემთხვევაში განსხვავებული ფორმით, თუმცა არც ცხელი ფაზა აკლდა საქართველოს ამ მხრივ და ახლა კი ჰიბრიდული ომის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. გითხარი ამ სიუჟეტის აქტუალურობა რაში მდგომარეობს? შევეცდები კიდევ ერთხელ საღამოშიდობის დროების ერთგულ მაყურებელს და ზოგადად მაყურებელს სანამ სოფლიოს ახალ პოლიტიკურ კალენდარზე ვისაუბრებთ, არ შემიძლია აქედან ისევ არ მოვიკითხე ჩვენი კოლეგები პირველ რიგში, ყველა პოლიტპატიმარი და სინდის პატიმარი და განსაკუთრებით მზია და ნიკა კაცია, როგორც ჩვენი კოლეგები და ეს საწყენი არავისთვის არ იქნება და მათ მადლობა თავიანთი ვაჟკაცობისთვის და მხნეობას და გამძლეობას უსურვებ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სხვა კლანის მოსამართლე ბათუმის სასამართლოში. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ კალენდარს, დროების მაყურებელმა იცის, რომ ამ სეზონის ბოლო ნაწილში რამოდენიმე სიუჟეტი გავაკეთეთ, რომელიც თითქოს და ერთი შეხედვით ჩვენთან არაფერ კავშირში არ არის, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, უკრაინის ფრონტი, ნატოს სამიტი და ასე შემდეგ ტრამპის მოძრაობები ამ მიმართულებით, მაგრამ ძალიან კი უნდა ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ ამ პროცესის ნაწილი არ ვიყოთ, მაგრამ გვინდა არ გვინდა გვეხება და ჩვენ ვფიქრობთ რომ გვეხება თორემ ყველანაირად ცდილობენ რომ ამ პროცესის ნაწილი თუნდაც 8 აგვისტოში არ მართლდება ივანიშვილის არანაირი პროგნოზი 24 წლის საპარლამენტო ერთი სიმბოლური დამთხოვა რასაც უკავშირებდა თავის დაპირებებს ერთი სიმბოლური დამთხოვა მათთვის ვინც ფიქრობს რომ 0-0-0-0 ასე ვთქვათ რუსეთის შემოჭრა საქართველოში ჩვენ ვიცით რომ ეს 7-ში იყო და უფრო ადრეც და რაღაცნაირად არ ვიცი ეს გამიზნულად იყო თუ შემთხვევით მოხდა თუ რა ვიცით ეს სახში და ეს 8 რაღაცა ჩემთვის პირადად რაღაც სიმბოლური რიცხვია რომ აი რაღაცნაირად ტრამპის ულტიმატუმი ხო ხა პუტინის პროპაგანდისტა აქ ნახავთ ჩვენ ყველა ერთად რომ ვაში აღნიშნავენ ესენი როგორც დღეს რაღაც შოუის მასკარადი იყო ალბათ რაღაც გავს დადგავენ ივანიშვილის არც ერთი პროგნოზი ჩვენი დაკვირვებით არაერთი სიუჟეტი გავუკეთეთ არ გამართლდა რომ აი ჩვენ დავალაგებთ ტრამპი ომ ადმინისტრაცია შეიცვლება და ასე შემდეგ. ბოლოს ეს განცხადება უკვე 2024-ში გააკეთა არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე კობახიძემ და თქვა რომ გლობალური ომის პარტიასთანაც კი დავალაგდებით. სიუჟეტში და აქაც ვიტყვი რომ ამათი დაალაგება იყო რომ უკრაინა დამარცხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთი თავისთვის წაიღებდა ტრამპი რაღაცა მისცემდა ყველაფერს პუტინს და მოკლედ ეს გლობალური სიტუაცია შეიცვლებოდა და ეს რაღაცა დაალაგდებოდნენ დიდი ბიძები და ჩვენ ამ დაალაგებაში არავის არ გავახსენებოდით და მოხდებოდით ასე ვთქვათ რუსეთის ნაწილში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა აი ეს პროგნოზი არ გამართლდა. ამათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეგრე არ არსებულ გლობალური ომის პარტიასთანაც ვერაფერი ვერ დაალაგებიათ, იმიტომ რომ ნამდვილად გავიმეორებ, რაც არ არსებობს, იმასთან რა უნდა და არ არსებობს ბუნებაში ეს გლობალური ომის პარტია, მაგრამ ესენი ამათი ჩაჯინებით რუსულიდან გადმოღებული იქ გლუბინაე პრავიცელსტოქვი ამ ყველაფერს უსულად და ტერმინოლოგია ხე ვინც დაკვირვებულია და რამდენჯერ თვით ეს ყველაფერი ერთ-ერთზე იმეორებს. ახლა ანგლოსაქსები არიან ლავროვისთვის, ანგლოსაქსები არიან ასე ვთქვათ კობახიძისთვის იქ გლობალური ომის პარტია, იქ გლუბინაე რაღაც პროვინციას სტوارი და იქ ვინც არ მოსწონთ აი
აი თუ ბრიტანეთი არ მოსწონს რუსეთს, არ მოსწონს საქართველოს. თუ რაღაც ევროკავშირს ლამძღავს რუსული პროპაგანდა. კი არა მათე რომ დავაზუსტოთ. ხო, სიტყვა-სიტყვის თარგმანია. პირების ინტენსივობა, აი დიაგრამებში რო და დღეებში ავტომატურ სინქრონიზაციაში არის მათი ადგილობრივი ხო, აი ჩვენ ხარ ამდენჯერ ხანდახან მსხვენია, მაგრამ მასშტაბი, ტერმინოლოგია, ასე ვთქვათ, სიხისტის ხარისხი. ხშირად ვიმეორებ, მაგრამ აი ეს ნარიშკინის პირველი 2019 წლის ასე ვთქვათ პირველი გამოჩენა, რომელმაც თქვა რომ დასავლეთი აქ რაღაც მორიგ ფერად რევოლუციას საწყობს, აი იმის მერე რომ ვაკვირდები აი ქრონოლოგიურად ერთ-ერთი ჯდება ზუსტად აი რაღაცნაირად თითქოს მისცეს აი წამსივით თუ როგორ უნდა თქვა ათინცნებით რომ ბიჭებო ამას არ გაცდეთ და ამის მერე უკრაინაში რუსეთის შეჭრის ომის მერე განსაკუთრებული ანუ ვერც კი განასხვავებ აი ლავროვი რას ამბობს და აქ ვიღაცა მოლაპარაკეთ თავი ხა მთელი უბედურობა ისე რომ ლავროვი მინდა არ მინდა ხა კაცი 24 წელია თუ 21 წელია საგარეო საქმეთა მინისტრი ამხელა უკვე მოფანფალებული იმპერიის მაგრამ ნუ ლავროვია და ხა ეს ამათ რო ადარებ ცოტა სასაცილოა რომ იმათთან თქოს ესენი მეორე მე ხშირად სუდათ მაგრამ ნუ იქ უკვე იკითხება და ხა პროპაგანდის საკადროებიც კი უკვე ერთი და იგივეა და თავარი მაგალითი რაც არის ხა ჩვენ სამხრეთ კავკასიაში რაც ხდება ხო სომხეთი და აზერბაიჯანის ასე ვთქვათ დაზავება აქ თურქეთის როლის გააქტიურება და ამ ყველაფერში სად იყო და სად არის სირიის ახალი ხელისუფლება ანკარაშიც ჩავიდა ბაქოშიც ჩავიდა შეხვედრები იყო შეხვდნენ შემოხვდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს და ხა სირიას რა უნდა ხო ეკონომიკური სტაბილურობა ჭირდება ხალხის გათბობა ჭირდება სულ მარტივად და შუქის ანთება და გუშინ იყო აზერბაიჯანულ და სირიულ მედიაში ესეც სათაურები რომ სინათლე სირიელების სახლებში რაც არის აზერბაიჯანული გაზი რომელიც გადის რა თქმა უნდა შახტენიზის გასადენით ხო ამ შახტენიზის გასადენს აი როგორც ნავთობი არის ხო ბაქო-თბილისი ჯეიხარი არის ბაქო-თბილისი ერზერუმი და ეხა არის ბაქო თურქული ქალაქი კირასი და სამხრეთ კირასი და ის რა ქვია ალეპო ყატარი იხდის ფულს ხო ყატარი იხდის ფულს და ამ გასადენში ახალში ხო ეს ნუ ერზერუმი თავი გამონაწილებელია და მე სამხრეთით მინდის იმიტომ რომ ეს პროვინცია უშუალოდ ირანის სირიის საზღვარზეა და პირველი ქალაქი ალეპო და იქიდან ნაწილდება რომ სირიელებს შუქი აინთოს და ამაში შეიძლება და სულ მარტივად იმიტომ რომ ხა ერზერუმამდე ჩადის ამის ნაწილი და თბილისი ამოვარდნილია ჩვენთან კი გადის მაგრამ სარგებელიც კი არაფერი არ გვაქვს მიუხედავად იმისა რომ სირიას აღიარებული აქვს აფხაზეთის რუსული ოკუპაცია და რავი სავაჭროც არაფერი არ იყო უბრალოდ ალბათ უნდა დალაპარაკებოდა ვიღაცა ამ კაცს მაგრამ ამ კაცს როგორ დაელაპარაკებია ხა ამ კაცის ისტორია გასაგებია როგორ მოვიდა მაგრამ ხა საქართველოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში სოზარ სუბარმა ეს მაგალითად მოიყვანა რომ დასავლეთი როგორ აღიარებს ამ ტერორისტს ალ-ქაიდას თუ რაღაცას და ჩვენზე როგორ ამბობს ჩვენ ვაქვს ვიღაცები გავლახეთ და თავები დაუნგრიეთ ეს რა შედარება და ამას ადარებს ანუ არანაირი და ესიც რუსული ამბავი იმიტომ რომ ზუსტად ისე ამძღავენ სირიელსაც როგორც დაჭირდებათ ასე ვთქვათ მოსკოვში მე ესენც აქეთ გავამძღავენ და ანუ ეს არის ამ ქმედებები ხა ესე რომ შეხედო ვითომ ხო არაფერს აფუჭებენ მაგრამ თლიან გლობალურ კონტექსტიდან ამოვარდნილად ნატო აღარ ისმის სირიის ახალი და არავინ არ ელაპარაკებს მოსაც შეუძლია ერთ წუთში გაიწვიოს ალბათ ანუ მისთვის დარწმუნებული რომ არაფერს არ წარმოადგენს ახლა ასადისთვის გასაგებია დავალება შეასრულა და ასე შემდეგ ხო ანგარიშულებს ეს არის თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანელების გავლენა საკმაოდ აზერბაიჯანი რა თქმა უნდა და აზერბაიჯანი ბაქო ხო აი ამ რაღაცა გლობალური ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ ამ არხების გამოყენებით შეიძლება ამ გლობალურ ისე რომ არანაირი ულტიმატუმო განცხადებები არ ჭირდებოდა ამას რომ გასს არ გამოვატარებთ ასე შეიძლება ხო ამ გლობალურ ტურბულენტობაში რო ვარდები და რო იძახი რომ მე არაფერს არ წარმოვადგენ მე არაფერი არა ვარ რა უნდა შავი ზღვა არა ისა და ჩავიკეტოთ ბიჭებო და აგერ რუსეთთან ვივაჭოთ ეს საქმე ის საქმე და ამ ყველაფრით გამოდის რომ ხა როდემდე შეიძლება პრინციპში მთელი ამ ყველაფრის ერთადერთი ოპტიმიზმი ის არის რომ ბრიტანეთშიც ლონდონშიც, ვაშინგტონშიც იმაშიც რომ შავი ზღვა ხა არ არის ბიძინა ივანიშვილის სამფლობელო და არც რუსეთის და სამხრეთ კავკასია არ არის ის ასე ვთქვათ მარტივი დერეფანი არის ხო სოფლიოში ხა ნუ გასაგებია რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში როგორც ფაშინმა უწოდა მსოფლიოს გზაჯვარედინი ამ ჩვენ მარშრუტს შეიძლება ამ კონკურენტი გაუშვდეს მაგრამ აქაც შეიძლება რაღაც სარგებელი ნახო თუ ჭკვიანურად მოიქცევი და თუ რუსულ დავალებას არ შეასრულებ რუსეთი რომელიც გთავაზობს სამხრეთის და ჩრდილოეთის დერეფანს ოღონდ ეს სამხრეთიც ამ რუსეთს აღარ აქვს ხა ირანს თავის გაჭირვება აქვს და არ ამგონია რომ ეს მარშრუტი და რაღაცეები თეირანში ესე ძალიან აინტერესებდნენ რაც შეეხება ომს ეხლა ომის გამოლაყებული ტვინი რა ომი უნდა სად არის ომი არავინ არ იცის მაგრამ ამ თემაზე რომ მუშაობდი რაღაც პუტინის ამბავზე შემოხვდა ეს ნემცოვის სიტყვები რომ პუტინეტა ვაინა და მე რა ქართულად ესეც ვამთავრებ რა
რა არის ომი ხა ამ წუთში ხო? არც ბათქაბუთკი, არც სროლაა და დიდი ალბათობით კი არა დარწმუნება რომ მსგავსი არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ეს სხვა თემაა და გლობალური, მაგრამ აი ომი ამ შემთხვევაში არის რომ აი ამ კაცმა მართლა ომი გამოუცხა და მე-13 წელია ებრძვის ქვეყანას. მე-13 წელია ებრძვის თაობას. მე-13 წელი სრულდება ოქტომბერში, ებრძვის ყველაფერს მომავალს. ნატო გააჩერა, ევროკავშირი გააჩერა, უვიზოც გაჩერდა, ვინც არ იცით უვიზოც გაჩერდება ძალიან მალე, დიდი ალბათობით ახალი წლიდან. ყველაფერი რაც ამ ქვეყანას გლობალურ ცივილიზაციასთან, დასავლეთთან, კარგ ცხოვრებასთან, კეთილდღეობასთან, განათლებასთან აკავშირდება, ამ კაცმა ჩაჭრა ყველაფერი და იძახის რომ ვიღაცას ომი უნდა და ამ დროს თვითონ არის ომის პარტია. ბალტიისპირეთის რომელი რესპუბლიკის სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრო კითხეს რომ გლობალური ომის პარტიაო და მან უპასუხა რომ სოფლიოში ერთი გლობალური ომის პარტია ეს არის რუსეთიო და აქაც ესე გამოდის ეს გლობალური ომის პარტიაც არ არის ეს არის ქართული შიდა მოხმარების ომის პარტია ივანიშვილი და მისი პარტია ლოკალური ომის პარტია ხო რომელიც გლობალური ომის პარტიის ფილიალია საქართველოში ხო პუტინის ომის პარტიის და ესეც დავარქვით ხო მათ შორის ტრამპის მეთაურობით ახლა ახდენს მაქსიმალურ ზეწოლას რომ გაჩერდეს ომი რომ შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებებით თორე ომი როგორ არის სამწუხარო ადამიანების ყოლობაც რო არ იყოს ყოველდღიურად ამ ეს შვიდობა მაინც რომ დამყარდეს ომის წამომწყები ვინ არის და ან კიდევ ამ ომის არ შემჩერებელი ეს უკვე ყოველთვის ნათელია მთელ მსოფლიოში. ნახო, ძალიან საინტერესო პროცესების მომსრენი გავხდებით. რა თქმა უნდა, არც ტრამპს აქვს რაღაც ჯადოსნური ჯოხი რო აიქნიოს და სამწუხაროდ. ხო, არ არის ეს მსოფლიო ასე მარტივად მოწყობილი, მაგრამ სწორ გზაზე დგას ამ თვალსაზრისით იმ გაგებით, რომ აი ეს რაღაცა პრეზიდენტობის ყველა ვადის დაწყების დროს ყველა ამერიკელ პრეზიდენტს როგორც ჩანს უმრავლესობას ემართებათ ხოლმე ეს განსაკუთრებით პუტინის პრეზიდენტობის პირობებში მცდელობა რომ იქნებ გადატვირთვა მოხერხდეს იქნებ რაღაცა ინტერესების სხვა ნაწილებში დაალაგდეს ისე რომ აღებინონ ამ ტიპის ამბიციებზე დამთავრდა ამ ფაზამ ჩაიარა დღეს მაყურებელს რო უთხრა დღეს ვიტკოფი ანუ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი არის ჩასული მოსკოვში თუმცა განცხადებები რომელიც აი პირდაპირ გუშინდელი დღის ჩათვლით ჩვენ მოვისმინეთ უკვე საჯარო ტრამპის მხრიდან გაღიზიანების ტონი ერთის მხრივ პუტინის პასუხი როგორც ვერბალური ლუკაშენკოსთან ერთად რომ აი ეს იმედგაცრუება უცნობილია იქ ჩნდება სადაც გადაჭარბებული მოლოდინები რეალობისგან ძალიან შორს არისო ანუ პირდაპირ უთხრა რომ ძალიან არასერიოზული განწყობა და მოლოდინები ქონდათ უკვე იქონა რომ ესე მარტივად დავამთავრებდი ამას ყველაფერსო და მეორეს მხრივ ძალიან ინტენსიური დაბომბვა დედაქალაქის კიევის სადაც ერთგვარი პასუხი იყო ამ იმაზე ხალხშა ატომობიემებს მოსახლეობა დაიღუპა მათ შორის 5 ბავშვი ესეც პასუხი იყო ასე რომ რაიმე ამ მიმართულებით კარგი მოლოდინები არ არის კარგი არის ის რომ დასავლური კოალიცია რაც თავარია უკვე შეერთებული შტატების და ტრამპის ხელმძღვანელობით უკვე თანმიმდევრულ პოლიტიკაში გადადის რუსეთზე სერიოზული აქტიური ეფექტური ზეწოლის ნახოთ მოდი სიუჟეტი რომელშიც უფრო ბევრი დეტალია და უფრო კომპლექსურად არის ასახული ეს ვითარება და მე შემდეგ შემოგვიერთდება უკვე ბატონი ანდრო გოცირიძე რომელიც ნაწილობრივ ამ თემების ანალიზში ასევე მოგვეხმარება. ამ დაბალი გემოვნების საბჭოთა რუსულ საესტრადო სივრცეში თავის დროზე პოპულარულ სიმღერას 1988 წელს სარატოვში შექმნილი გოგონათა ჯგუფი კომბინაცია ასრულებს. სიმღერის პრემიერა 1990 წელს შედგა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი ტექსტიდან გამომდინარე, თუ როგორ ელოდება რუსი გოგონა ამერიკელ პრინცს რომ წაიყვანოს და იქნებ როგორმე თავი დააღწიოს გაუბედურებულ საბჭოთა რუსულ ცხოვრებას, ამერიკული გაზეთების და ჟურნალების ყურადღება მიიქცია. სამეცნიერო წიგნებშიც კი მოხვდა. არ გეგონოთ რომ გავგიჟდი და უგემოვნო რუსული პოპ-მუსიკის ანალიზი გადავწყვიტე. ამერიკან პოი პუტინის ჯამბაზის მედვედევის ატომური კუნთების თამაშმა გამახსენდა მისი უშნო მიხვრა-მოხრა. მასხარა ამერიკან ბოიზე თანაკურსელების ყოველწლიურ შეკრებაზე იკვანწებოდა.
ამერიკელი პრინცი ამ ცეკვიდან 14 წლის მერე ტრამპი აღმოჩნდა. 28 ივლისს მედვედევი ტრამპს პუტინის მიმართ წაყენებული ათდღიან ულტიმატუმს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოველი ამგვარი ქმედება ომისკენ გადადგმული ნაბიჯია საკუთარ ქვეყანასთან. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ტრამპი მედვედევის ბოდოს ალბათ არ მიაქცევდა ამ ხელა ყურადღებას. ოსტარ დაუწერდა, მაგრამ ახლა არც მისი პრეზიდენტობის პირველი თვეა და არც მესამე. პუტინის დროის გაწელვა გაშიფრულია. კრემლს ომის დასრულება არ უნდა. მედვედევის პროვოკაციული განცხადების საფუძველზე ტრამპი არც მეტი არც ნაკლები ორ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს შესაბამის რეგიონებში განათავსებს. ტრამპმა მისი მოულოდნელი გადაწყვეტილება ასე მარტივად ახსნა. როცა საუბარი ბირთვულზეა, მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჩვენ სულ მზადყოფნაში ვართ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დაიმუქრა და ჩვენი ხალხის დაცვას ვაპირებთ. როგორც ყოველთვის რუსეთთან დაკავშირებით მკვეთრი და მკაფიო სენატორი ლინცი გრემი იყო. შემეგობრებს რუსეთში პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობას ეძებს და არა კონფლიქტს, თუმცა გთხოვთ გაიგოთ, რომ ის არც ობამაა და არც ბაიდენი. მასთან ხურობა არღის, თქვენ აჭარბებთ. შეხსენებისთვის, ეს ის ლინცი გრემია, რომელსაც ტრამპის 50-დღიანი ულტიმატუმის გამოცხადების შემდეგ მარტივ და გასაკვირ ენაზე განაცხადა, თუ კი პუტინსა და სხვებს აინტერესებთ რა მოხდება 51 დღეს, აითოლასთან დარეკვას ურჩევდი. იმ ქვეყნის ადგილას რომ იყო, რომელიც რუსეთთან იაფნავთობს, ყიდულობს და პუტინის ომის მანქანას აძლიერებს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი. 51 კი არა, მსოფლიოს ახალი პოლიტიკური კალენდარი აქვს. 8 ყველაზე მეტი 10 აგვისტო. აღარ ვარ დაინტერესებული საუბრებში. ეს ტრამპის სიტყვებია და ალბათ მიხვდით, ვისაც გულისხმობდა. მისი პუტინთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგვე გაჩნდა ვერსია, რომ პუტინი მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში კი ამ დროის მარკუში საკუთარი თავი თავადვე გაყო. პრეზიდენტი 6 თვეზე მეტია იცდის და ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს. ცხადია, პრეზიდენტი არაპირებს მარადიულ ლოდინს. ეს უკვე რუბიოა. სახელმწიფო მდივანი მკაფიოა. ის ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთთან მკაცრი ხაზის მთავარი გამტარებელია. ეს ის რუბიო, რომელსაც პუტინზე ნათქვამი აქვს. ის ომის დამნაშავე, განგსტერი და ავაზაკია. რუბიოზე ივანიშვილის დაჯგუფების მიერ ყველა ფორმით განაძღული მეგობარი აქტის თანავტორი კონგრესმენი ჯო ვილსონის საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა მახსენდება. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახტევიოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართული ხალხის სახელითო, სახელმწიფო მდივანმა პასუხში კითხვა დასვა. არის ჩვენ ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? ეს კითხვა პასუხი ალბათ უმეტეს თქვენგანს გაახსენდა. მას ქვემოთ კიდევ მიუბრუნდები, მანამდე კი აუცილებლად დაიმახსოვრეთ რუბიოს ნახსენების სიტყვა ინტერესი, რომლის ცვლილების შესახებ ივანიშვილის კობახიძე ჯერ კიდევ 2024 წლის 2 ოქტომბერს ბრძნულად მეტყოლებდა. მისი ბატონის არ იყოს, ეგიც დიდი სტრატეგია აღმოჩნდა. როგორც გითხარით, ამ თემაზე ოდორ მოგვიანებით. მანამდე კი ისევ ტრამპი 10 დღე და რუბიო. რა მოხდება 8 აგვისტოს შემდეგ, არავინ იცის, ასევე არავინ იცის, რა ეფექტი ექნება ორი წყალქვეშა ატომური ხომალდის გადაადგილებას. რუბიოს თქმით, ტრამპს ბევრი ვარიანტები აქვს, მათ შორის სექციური საბანკო სანქციები და რაც მთავარია, რუსული ნავთობის მეორადი გაყიდვის დასანქცირება. ნავთობის ნაწილი უკვე ამოქმედდა. ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფი დაუწესა. ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში კი ტარიფი 100%-მდე გაიზრდება. არ მაინტერესებს, რა ზისავს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა. დაწერა 31 ივლისს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში და 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. ინდოეთის მთავრობამ სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს მიმართა ნავთობის შეძენის ალტერნატიული გზები მოძებნონ. ამასობაში კი რუსეთს და არა მხოლოდ ნატოში შეერთებული შტატების ელჩის მეთიუ უიტაკერის ასევე გასაგებ ენაზე გაკეთებული განცხადება წამოეწია. დიპლომატმა ნიუსმაქსთან კომენტარში რუსეთისთვის დამაგრებელი უწოდა იმას, რაც 8 აგვისტოს შემდეგ მოხდება. საქმე ისაა, რომ პუტინს სჭირდება ნავთობის გაყიდვა. ის მას ყიდის ჩინეთს, ინდოეთს და ბრაზილიას და ახლა ეს ქვეყნები პასუხს აგებენ იმისთვის, რომ ვაჭრობენ რუსეთთან. რუსეთს არ ეყოლება არც მეგობარი და არც პარტნიორი, მას შემდეგ რაც ტრამპი დამაგრებელ სანქციებს დაუწესებს. თუ კრემლი ომს არ შეწყვეტს, პუტინი დარჩება ყველაფრის გარეშე და ომის საწარმოებელი სახსრების გარეშე. მეგობარი და პარტნიორი, რომელიც რუსეთისთვის თავს გაწირავს, დიდი ალბათობით პუტინს ახლაც არ აყავს. ის მოკავშირეებიც კი, რომელიც ახლა მასთან რაღაც ურთიერთობაში არიან, ამ ურთიერთობაში მხოლოდ საკუთარ სარგებლოს ნახულობენ. Министр иностранных дел Российской Федерации Сергей Викторович Лавров. Прошу вас, вам слово, Сергей Викторович. Россия воюет одна
против всего Запада. რუსეთი მარტო იბრძვის მთელი დასავლეთის წინააღმდეგ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ჩვენ მოკავშირეები გვყავდა. ახლა ბრძოლის ველზე მოკავშირეები არ გვყავს. პუტინის მთავარმა დიპლომატმა აღიარა კიდევაც რომ რუსეთს ახლა მოკავშირეები არ ყავს. თუმცა იქვე ქვეცნობიერი აღიერების თავის შკუით შელამაზებას შეეცადა. რუსეთი დასავლეთს მარტო ებრძვისო. დასავლეთ რუსეთის მარტო ბრძოლისას ესენი გახსენდება, რომ წარმოიდგენ როგორი შიშველი ხელებით და მამაციგულით უმკლავდებიან დასავლურ სიბილწეს და თან რომ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი სოლოქსა და კრემშოლის შეუთანხმებელია, უცებ ნაკა ბოჭორიშვილი გეცოდება რომ ლავროვთან ერთად სადმე ფხენიანში ან მინსკში მარტო მებრძოლთა დიდ ფორუმზე არ არის. კარგით ხუმრობა იქით იყოს ლავრი, რისი ლავრი იყო რომ ამ ბოდვითი ქადაგებისას არ ეთქვა SVO-ს დაწყებას ალტერნატივა არ ქონდაო. თურმე ნუ იტყვით რუსეთს სხვისი ტერიტორიები კი არ ჭირდება იმდენი შენდედა თუმე ამ ტერიტორიებზე რუსული ენის, რუსული კულტურის, რუსული განათლების და დაჩაგრული ხალხის დაცვა ყოფილა მთავარი. გინდა არ გინდა ასეთ ბოდვაზე რომ რუსეთს სხვისი ტერიტორიები არ ჭირდება, რადგანაც ისედაც დიდი ქვეყანაა, ბიძინა ივანიშვილი გახსენდება. მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არ ამჯერა. 20-ის წვინების ცენტრში თუ უყურებთ დროებას, ჩაიწერეთ ლავროვის ახსნა, სხვისი ტერიტორიების ოკუპაცია, ხალხის გადარჩენა რომ ყოფილა გამოგადგებათ. ვინმე რომ ჩაზუსტება, ჩაანალიზება სთხოვოს ბატონს, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ არ გგონიათ და ვერ იჯერებთ რუსეთის სტრატეგია მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და ოკუპაციაო, ეს პასუხი გაუმზადეთ. თუმცა ალბათ გაქვთ შპარგალკა, მაგრამ სად გამოიყენოს საკუთარ პროპაგანდის ყუთშიც აღარ ჩდება. ავტოგოლას გლახა პრეზენტაციაზე ხომ ურყევი ერთიანობის მეტი არა, ჩემი მტერი დემონსტრირებისთვის გამოჩნდა. ეგრე პუტინიც ჩნდება ოფში პულზე, წინასწარ დადგმული სპექტაკლით. ივანიშვილი დამალულია რა აქვს რომ ხალხისთვის სათქმელი. ახლა ის იმით ცხოვრობს, რასაც პუტინის არ იყოს საკუთარ პროპაგანდისტულ ყუთში უყურებს. ახლა მასთან სასაუბრობთ, ხოლო ბატკა ჩადის. ორ სტარიქს სკამეიკაზე შეუძლია ჩამოჯდომა, ერთმანეთის გამხნევა და შიდა მოხმარებისთვის 1000 სისულელის მოყოლა. ეს ერთი ფოტო ჩემი აზრით ზუსტი დემონსტრირებაა, რომ პუ სულ უფრო ემსგავსება ბუნკერში დამალულ ფულერს, რომელსაც მხოლოდ იმას უყვებიან, რაც მის ყურებს ესიამნება. ომის დაწყებამდე საკუთარ სპეცსამსახურებმა ისიც კი უთხრეს კიევის გასაღებ შეგაბარებთ, მაგრამ რიბიატა პრამახნულის ალბათ ახლაც ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის გავძვრებით ოლიგარქებს და ჩინოვნიკებს დავაწვევთ, ფული გვექნება. მე რა რომ რუსეთის ბიუჯეტის ხარჯმა პირველად ექსპორტიდან შემოსავალს გადააჭარბა. მე რა რომ ნავთობზე ფასის ვარ და ისედაც ომის ეკონომიკის გამო რუსეთის ხალხის გაჭირვებას უფრო გაზრდის და ასე შემდეგ. მე რა რომ ჰაკერების შეტევამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სისტემა წყობრიდან გამოიყვანა. მე რა რომ აეროპორტები და ავიაკომპანიები წარღუნამდელი სისტემით მუშაობენ. სატრანსპორტო კოლაფსი ერთ-ერთი პირველი სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფო დაშლის პირას არის და ეს ჩემი გადაჭარბება არ გეგონოთ. არც მხოლოდ სურვილი, რომელიც ვერ დავმალო რომ მაქვს. თუ არ დაფრინავს აეროფლოტი, იფრენ უკრაინული დრონები და უნდა თუ არა ეს პუტინის ჩეკისტურ კორპორაციას, ომს უფრო და უფრო ღრმად შეიგზნოს პროპაგანდით twin გამოლაკებული რუსი. ტრამპის მოტყუება და პუტინის დროის მოგება, როგორც ჩანს, კრემლის დიქტატორს ძვირად დაუჯდება. ამ 6 თვის მანძილზე პუტინს ბევრჯერ ჰქონდა შანსი იმისა, რომ თუნდაც შიდა მოხმარებისთვის ამ ომიდან სახე შენარჩუნებული გამოსულიყო. დრო ვერ მოიგო, შეეცადა, რადგან ის თვლის, რომ რუსეთი ცალკე ცივილიზაციაა და თუ არ იქნება რუსეთი, მაშინ სამყაროც არ უნდა იყოს. მაგრამ რუსეთი ხომ ის არის, თუ არ იქნება პუტინი, არ იქნება რუსეთი. ეს არის ახლა მისი რუსკი მირის მთავარი სტრატეგიული ხაზი. ომს ამიტომ ვერ დაამთავრებს, თვითონ დამთავრდება, რაც უფრო გაიწელება ეს ომი, მასთან ერთად უფრო მეტი რუსი მოკვდება სხვის მიწაზე. ცარის გეოპოლიტიკური ჰალუცინაციების სამსხვერპლოზე. ის შიზოფრენიკია და ნებისმიერი შიზიკის საბოლოო მიზანი თვითგანადგურებაა. Ебать! პუტინი მსოფლიოს მთავარი საფრთხეა. პუტინი ომია, ეს მის მიერ მოკლული ბორის ნემცოვის სიტყვებია. შესაბამისად, მას არ ადარდებს რა იქნება ხვალ. ის ახლა თავის ჰალუცინაციურ წარმოსახვებში ბუნკერში ცხოვრობს. ცხოვრობს და იცის, რომ კიევი ვერ აიღო. იცის, რომ ბანკოვსკაიაზე ვასალი ვერ დასვა. იცის, რომ ხელშეკრულზე ჟანგიანი ტანკები ვერ ჩააგრიხინა. იცის, რომ უკრაინა ახლა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. როგორც წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გრინგრიჩმა რამდენიმე დღის წინ Fox-თან ინტერვიუში თქვა, ამ ომს ის ვერ მოიგებს. კიევთან დაპირისპირებაში მარცხი გადაუვალე და საკითხი ახლა ასე დგას, რამდენად დიდი მასშტაბის მარცხის მისაღებად არის პუტინი მზად. გინგრიჩი იქვე ამატებს, გაიზრდება მსხვერპლი და რუსეთის საზოგადოება ნგრევას დაიწყებს, თუ ამერიკა სერიოზულად დაიწყებს მოქმედებასო. ჩემი დაკვირვებით ტრამპის ადმინისტრაციას არასერიოზულობის არაფერი ეთყობა. ამაურ ზაურში კი ედგორად ჩაიკარგა უმნიშვნელოვანესი ამბავი იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები
დეპუტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაში დაასანქცია. დაწესებული სანქციებით მოერაშის ყველა ქონება და აქტივი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიყინება და გადაეცემა შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს. პატივცემულ მორაშს ალბათ ურჩევნია ერთი კაკადო ან თუნდაც სტუკანი ამაზონის ველზე რომ შეიფრთხილებს, მაგრამ იზვინათ ბატონო მოსამართლე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაში გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქციეს. ეს იყო გაფრთხილება მათთვის, ვინც თავენთი მოქალაქეების ფუნდამენტალურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს. მოსამართლეს მანტია ვერ დაგიცავთ. ვერც თქვენ დაგიცავთ მოსამართლის მანტია ქალბატონო გალუსტაშვილო, ვერც თქვენ ქალბატონო თამარ მჭედლიშვილო, ვერც თქვენ ქალბატონო ეკა ბარბაქაძე, ვერც თქვენ ქალბატონო ნინო სახელაშვილო, ვერც თქვენ ბატონო მოსამართლებო ჯოებე რომეო ზვიად გიორგი ირაკლი, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოწვევა და თქვენ გასაგებ ენაზე ფსიხუშკაში გამოკვეტვა უბრალოდ არ შეგრჩებათ. ვერც ივანიშვილის კორპორაცია გიშველით. თუ ძალიან მოინდომებთ, მაგნიტსკის სიაშიც მოხვდებით და ვახო-ვახოსთან ერთად აი ივანიშვილის დაცვა სუსის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო, ერთად ივლით მაგნიტსკელების ხოტკაზე სადმე უსურიისკში ან სევეროდვისკში. რუბიოს სენატიდან ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სია ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნად დანიშნამდე გადაეგზავნა. ამ სიაში არიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, ახლო გარემოცვა, ეგრეთ წოდებული ელიტა, ოცნების ლიდერები, მინისტრები, დეპუტატები, მოსამართლეები, არის ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, ანუ ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის რეპრესიულ სისტემას ამუშავებენ. ეს ის რუბიოა მის ელჩს ხანრა დააბრალეთ და ხანრა სკანდალური წერილების ამბავს აღარ გავიხსენებ. ეს ის რუბიო, რომლის სახელმწიფოს ინტერესები არ არის არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია სოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში. დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესია ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს სოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება. გახსოვთ ზემოთ ლაურმა როიტირა მარტოებიძვითო, ესენი ხო მარტოებიძვიან ღირსებით და ორფეხზე. გახსოვთ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც სოფლიო უნდა მოერგოს. ამათაც ხო ეგრე აქვთ. კრემლშიც ეგონათ, რომ ტრამპი მათი იყო, ამათაც ხო ეგონათ, რომ ტრამპუშკა მათი იყო, მაგრამ ვერც კრემლში და ვერც სეულში ვერ გათვალეს. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი და ფუნდამენტური გადატვირთვა. ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. დიდი სტრატეგი უკრაინის ომის დამთავრებაში რუსეთის გამარჯვებას გულისხმობს. ინტერესების შეცვლაში სამხრეთ კავკასიიდან და რეგიონიდან დასავლეთის გასვლას და საქართველოს რუსეთის რკინის ფარდის შიდა ეზოში მოხვედრას. რაც ან ვინც არ არსებობს, იმასთან ვერ დალაგდები. საკუთარ კორპორაციაში ვერ ალაგებს ივანიშვილი და ტრამპთან ხომ მით უმეტეს. სამაგეროდ ჩვენ გვაქვს ქართულ საზოგადოებას შანსი რუსეთის არეული დავალაგოთ. სამხრეთ კავკასიაში რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე ტექტონიკური ძვრების მონაწილეები გავხდეთ, რადგან რუბიოს თქმის გარეშეც ვიცით, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ, სადაც დაუშვებელია ანტიამერიკული კი არა, ანტიქართული ხელისუფლების არსებობა. და ბოლოს პუტინის მოკლული ნემცოვის პუტინი ომია სიტყვების ქართული ვერსია. ივანიშვილია ომი. ომი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ომი ქართული იდენტობის წინააღმდეგ. ომი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ომი საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. არ იქნება პუტინი, არ იქნება ომი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო.